სარფის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული როინ ლეონიძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველები მოქალაქეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში თურქ მებაჟეს ადანაშაულებენ. საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ თურქის სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები და თურქი დიპლომატები ხოფაში იკრიბებიან. სარფის საზღვართან ნაცემი როინ ლეონიძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. სხდომის ჩატარების საათი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხოფაში მხარეები მოსალაპარაკებლად უკვე შეიკრიბნენ. ახლა მოვიდა თურქეთის საკონსულოც, საქართველოს საკონსულოც და შეხვედრა გვექნება, გაიმართება მოლაპარაკება. სასამართლო პროცესი გუშინ გითხრათ, რომ 11 საათისთვის უნდა მოვილაპარაკოთ და გადაწყდებაო და ჯერჯერობით არ ვიცით არაფერი როდის იქნება და ჩემი მეუღლის მდგომარეობა არც ისე მძიმე არის, მაგრამ გუშინ ღამით გამაყუჩებლებზე იყო ტკივილები ქონდა, სიარულით დადის, მაგრამ უჭირს. გუშინ კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის მოსანახულებლად თურქეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ჩავიდა, რომელმაც დაზიანებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი დაინტერესდება მომხდარი ინციდენტით. მას სახეზე აღენიშნებოდა გარკვეული ტიპის დაზიანებები და მან ჩვენ წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ჰქონდა ცემის ფაქტს ადგილი საბაჟოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და სხვადასხვა პროცესუალური ნორმები არ იქნას დარღვეული და კანონიერი უფლებები, რაც აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს, არ იქნას დარღვეული. ინციდენტი სარფის საბაჟოზე დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა. რა დროსაც გამშვებ პუნქტზე მებაჟე მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი სხვა თანამშრომლების დახმარებით ფიზიკურადაც გაუსწორდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ საბაჟოზე მსგავსი ქმედება პირველი შემთხვევა არ არის. ამ კაცმა უთხრა, რომ თურქულად მითხრა, ამით წარწონია თურქული ენა. რომ შეეკითხა თურმე რას მეუბნებიო, გამოვარდნენ იქედან 4 პოლიციელი წაუქცევიათ, იქ ჩაკეტილი არის რკინის იმე და იმაზე ართმევიათ თავი. მათი მებაჟეები, მათი თავრობა, დადი იარაღებით იმიტა, ჩვენი თავრობიდან არცერთი არა მოტული, რომ რეაგირება მოახდინოს. მებაჟე ჩაურტყა უკან გამოსვლის ბეჭედი. რომ უკან დაბრუნდიო ესე უთხრეს. დაარტყა პოლიციელმა, ერთმა პოლიციელმა სამჯერ სახეში დაარტყა და მერე 4-მა ერთად გაიყვანეს და ფეხებით, ხელებით ყველანაირად გაუსწორდნენ. 4-მა პოლიციელმა უმოწყალოდ სცემეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ტრაბზონში საქართველოს საკონსულო და აქტიურად თანამშრომლობენ თურქულ მხარესთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქის სამართალდამცველების განმარტებით, დღეს დაახლოებით დილის 6 საათზე საქართველოს მოქალაქემ ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. ჯანელიძის უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული პროცესებში, რათა გამოძიება საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით წარიმართოს.